თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო თარაშვილმა ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ოცნების წევრის ალი ბაბაევის პოლიტიკური დევნის ბრალდებით დაწყებულ საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა ელისაშვილის საქმე შეწყვეტილიყო არ დააკმაყოფილა. ოპოზიციონერ პოლიტიკოს 2024 წლის 2 დეკემბერს თბილისში კოსტავას ქუჩაზე აზერბაიჯანთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევზე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან. ალეკო ელისაშვილის ადვოკატის ზვიად კორძაძის თქმით, ელისაშვილის მხრიდან დევნის ფაქტი არ დასტურდება. ამიტომ ადვოკატის არგუმენტით ელისაშვილის საქმე უნდა შეწყვეტილიყო. პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, რომელიც ელისაშვილის ძალადობის ფაქტს ასახავს. გუბელაძის თქმით, ელისაშვილის მხრიდან ძალადობის მოტივი ალი ბაბაევის პოლიტიკური მოღვაწეობაა. ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური ნიშნით ძალადობის განხორციელებას გამორიცხავს და ამბობს, რომ თავად არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი. რეჟიმი და მისი ეს მსახურის რაღაც დუქანი, სადაც ახლა ვართ, აბსოლუტურად დაცლილი სიმართლისგან და სამართლიანობისგან, არის გადასული ძალადობასა და ამის მონაწილეები ვართ ყველგან. მე დავობიან ქუჩაში კაცმა შემაგინა და შემოვწმე. ვიღაცა გაუგებარი კაცი არის ალი ბაბაევი და მაგის მიმართ პოლიტიკური დევნაა და გახარია პრემიერ-მინისტრი კაცი მოკლედ სემაში და ცემის მუხლით აუძრას ბრალი. ანუ ის პოლიტიკური დევნაა და ეს სემაა. ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტის მიმდებარედ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ დააკავეს. 4 დეკემბერს დაკავებული ელისაშვილი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე 16 დეკემბერს 4,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ალეკო ელისაშვილს ბრალია სისხლის სამართლის კოდექსის 156 მუხლის მეორე ნაწილის აქ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რომელიც ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას გულისხმობს. დანაშაულის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ალეკო ელისაშვილის საქმის არსებითი განხილვა 6 თებერვალს გაიმართება.